გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს აზერბაიჯანში გამართული საერთაშორისო ტურნირი 15 წლამდელთა შორის. ჩვენს მოჭიდავეთაგან კვარცხლბეკზე დადგნენ პირველი ადგილი ლუკა დოთიაშვილი, ზურა დოთიაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, მიხეილ მაყიშვილი, ედუარდ მანველიშვილი, მეორე ადგილი ლაშა ნოზაძე, ნიკოლოზ ტარუაშვილი, ანდრია დოიჯაშვილი, მესამე ადგილი იოსებ ოსიშვილი. აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 15 წლამდელთა შორის, სადაც ჩვენი გუნდი წარმატებით გამოვიდა და 10 წონით კატეგორიიდან შევძელით 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება. რა თქმა უნდა, შედეგი შთამბეჭდავია, ამისთვისაც მიჭირს დიდ მადლობას უხდი. წინ გვაქვს კიდე მოსამზადებელი ეტაპი. მომავალ წელს ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი ამ ასაკში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე დააყენებს საქართველოს ნაკრებს. ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად ვიასპარეზეთ აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე, სადაც მე პირადად ვიასპარეზე 45 კილოგრამში, ჩავატარე 4 შეხვედრა, 4 წარმატებით გავიარე და დავიკავე პირველი ადგილი. ჩვენთვის ესეთი შეჯიბრები ძალიან კარგია, რათა ვიღებთ გამოცდილებას, რომ უკვე შემდეგ ევროპის და სოფლიო ჩემპიონატებზე უკეთესი შედეგები გავაკეთოთ. მადლობას ვუხდი ჩემ პირადულ მწვრთნელს არჩილ ბარამიძეს. ვიასპარეზე საერთაშორისო ტურნირზე 68 კილოგრამ კატეგორიაში, ჩავატარე 3 შეხვედრა, 3 წარმატებით დავასრულე და დავიკავე პირველი ადგილი. ეს შეჯიბრი ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოცდილება. ვიასპარეზე აზერბაიჯანში 15 წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე დავიკავე პირველი ადგილი. მცირე რაოდენობის შეხვედრები ჩავატარე, სულ მომიწია 2 შეხვედრა, პირველი დავამარცხე თურქი მეტოქე და შემდეგ ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე. ეს შეჯიბრი პირადად ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოცდილება, რადგან ევროპაზე და მსოფლიოს ჩემპიონატებზე უკვე ვიცოდი ვინ იქნება ჩემი მეტოქე.